ეს ცვლილება პრინციპში ქართული ოცნების იმ მარათონის გაგრძელება, რომელიც მარათონიც ბოლო 1 წლის განმავლობაში აქვს დაწყებული და ხმის საყოველთაობის უფლება ეს არის კონსტიტუციური პრინციპების უფლება შესაბამისად ქართული ოცნების ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ძალიან ცხადყოფს, რომ ისინი არ აღიარებენ ამ ქვეყნის მოქალაქეებად მათ, ვინც არ არის მათი მხარდამჭერი. ემიგრანტები საქართველოსთვის არის ის ნაწილი, რომელზეც პრინციპში დგას საქართველოს ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი და ის არგუმენტი, რომ მათი ხმა გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება არ იყოს, ისეც სახელმწიფო პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალიან ბევრ ქვეყანაში მათ არ მიცეს საშუალება, რომ მათი ხმა დაეფიქსირებინათ. ქართული ოცნება ამით ცდილობს არამხოლოდ ქვეყნის ჩამოშორებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ის უკვე ცდილობს ქვეყნის იზოლირებას საკუთარი მოქალაქეებისგანაც, იმიტომ რომ ამ მოქალაქეებს ფაქტობრივად ეუბნება, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის ღირებული ნაწილი, რომელთაც აქვს უფლება, რომ ამ ქვეყნის მომავალში შეიტანონ მათი წვლილი. ამით ძალიან ცხადად ამბობს ასევე ქართული ოცნება, რომ მას შეუძლია შეზღუდოს ყველა და ყველაფერი, ვინც არ ექვემდებარება ქართული ოცნების პროპაგანდას და ვისაც არ აქვს შანტაჟის ბერკეტი. შესაბამისად, ეს სეგმენტი, სწორედ ემიგრანტების სეგმენტი არის სეგმენტი, რომელზეც ქართული ოცნების შანტაჟი არ მუშაობს, მათი ბერკეტი არ მუშაობს, ამიტომ მათზე გავლენა, მოწყვლადობა, მათი ნაკლებია, მათზე გავლენა, თუმცა ხელისუფლება ცდილობს ახსნას, რომ მე არა, მაგრამ შეიძლება იქ რაღაც მათი ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, რაღაც deep states კონდეს მათზე გავლენა. ხო, მე მგონია, რომ ამ აბსურდული არგუმენტის თავადაც არ სჯერათ, იმიტომ რომ ამ ადამიანებზე დგას ფაქტობრივად საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი, საერთო ქვეყნის საერთო ბიუჯეტის 30% შეადგენდა 2024 წლის ემიგრანტების მიერ ჩარისხული თანხა მთელი 1 წლის განმავლობაში, ამიტომ ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ქართული ოცნება ასე ძალიან ამაყობს, სწორედ ამ ადამიანების თქვათ გზავნილებზეც არის დამოკიდებული. ამიტომ შეუძლებელია, რომ ცალმხრივად იამაყო ამითი, რომ თან თქვა, რომ ეკონომიკა იზრდება მაშინ, როცა ამ ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ემიგრანტების გზავნილებას და ფაქტობრივად ისინი ამ ქვეყნიდან წასული არ არიან. პოტენციურად თავადაც ხსნიდნენ, რომ ეს ის რაოდენობა არ არის ჩვენთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც 2%-მდე შეიძლება იყოს ეს, მიუხედავად ამისა, ფიქრობ თუ არა, რომ აი თუ უფრო მეტმა მოინდომა არჩევნები რომ ჩაინიშნოს ემიგრაციიდან დარეგისტრირებას, არჩევნო უბნებზე მისვლას, ანუ ცდილობს თუ არა აი პოტენციური საფრთხეების გაუვნებელყოფას ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით და დაუბრუნდები მთავარ კითხვას, ანუ გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სადღაც ახალი არჩევნებიც წამოეწიოს. აქ კითხვის ნიშანი, რომ უფრო მეც ენდომება თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ჩემს არ ისმის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმარტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან ცხადი იყო, რომ ისედაც მეც უნდოდა არჩევნებში მისვლა და ხმის დაფიქსირება, თუმცა მათ არ მიეცათ საშუალება, იმიტომ რომ არ შეიქმნა რეგისტრირებულზე გელაპარაკებით, რომელიც დაწყობით 100.000 მზარდი ემიგრაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის შანსი ხო მეტია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ქვეყნიდან მიდის და ვინც ქვეყნიდან მიდის, შესაბამისად მეტი შანსი არსებობს, რომ ეს ადამიანები დარეგისტრირდებიან და ხმის მიცემასაც მოინდომებდნენ. ძალიან დიდი შანსია, რომ ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყნიდან სოციალური პრობლემების გამო წავიდნენ და ამ ქვეყანაში საკუთარი ადგილი ვერ ნახეს, ამ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ის ადამიანები არც ქართული ოცნების ამორჩევლები არ იქნებიან. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს იმის მოლოდინი და პრინციპში არაფერი არ მიუთითებს იმისკენ, რომ რიგარეში არჩევნების ჩანიშნას აპირებს. ჩვენი აზრით არ მიუთითებს. მე უბრალოდ ასე წინსწრებად 3 წლით ადრე ცდილობენ ეს თქოთ ბარემ რაღაც ეტაპი აქვთ ისეთი, რომ ყველაფერს რაც ჩაიფიქრეს, ეხლა რა თქმა უნდა, თუ ვამბობთ იმას, რომ ისინი ავტორიტარული რეჟიმის გამყარებას ცდილობენ და პრინციპში დიქტატურისკენ მიდიან, დიახ, დიქტატურა არის საკმაოდ გრძელ ვადაზე გათვლილი და მე ვფიქრობ ეს 2028 წლის არჩევნების
თვის გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ მოიმზადონ ფონი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ძალიან კარგად იაზრებს იმას, რომ ამ ქვეყნიდან ადამიანები მიდიან, ამ ქვეყნიდან მიდიან ადამიანები, ვისაც უჭირთ ფიზიკურად ამ ქვეყანაში გადარჩენა და ის ადამიანები მათი ამორჩეველი არ იქნება შესაბამისად იმის გათვლა 2028 წლის არჩევნებისთვის, რომ ემიგრაციაში უფრო მეტი ადამიანი იქნება ოპოზიციურად განწყობილი, ვიდრე მათი მომხრე, აქედანვე ძალიან მარტივია. კი ბატონო, თქვენი გუნდს რა შეუძლია გააკეთოს გარდა იმისა, რომ თქვათ პროცედურულად შეკითხვებით ეს პროცესი რაიმე ბერკეტი თქვენ შემადგენლობის რაოდენობიდან გამომდინარე, რა შეიძლება გქონდეთ ამ განხილვების დროს, როცა ეს შემოვა პარლამენტში? ალბათ მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმი. დიახ, სამწუხაროდ ჩვენს რაოდენობას ისე როგორც მათ შორის ჩვენს წინამოწვევის პარლამენტშიც ოპოზიციას სამწუხაროდ არ ქონდა ის ხმების რაოდენობა, რომ რაიმე გადაწყვეტილება შეესვალა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ის პროპაგანდა, რომელზეც პრინციპში დგას ქართული ოცნების რეჟიმი, ბოლო 1 წელია, რომელსაც იყენებს კიდევ უფრო ძალიან ძლიერად და მას ყავს იმაზე მეტი ამორჩეველი ვიდრე ქართული ოცნება ამას იმსახურებს და ვიდრე რეალურად ადამიანები ფიქრობენ, სწორედ აი ამ პროპაგანდას დაუპირისპირდეთ თუნდაც იმ ტრიბუნიდან, რომელიც ტრიბუნას დღეს ჩვენ გვაქვს. კი ბატონო, გახარიას საქმეებზე რა სიტყვით დღეს კიდევ ერთი ჩვენება იყო, ეს არის ყოფილი პრემიერის ბახტაძის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელმაც ილაპარაკა 20 ივნისთან და გახარიასთან დაკავშირებით. ქონდა თუ არა ბატონი ჭოლაძის მოსმენის შესაძლებლობა, რა სიტყვით მას? დიახ, ბატონი ჭოლაძე არის ხო ცრუ მოწმეა, ის და ჩვენ გავაჟღერეთ უკვე ჩვენი გუნდის წარმომადგენელი უკვე გააჟღერა მის შესახებ პოზიცია, ის არის ცრუ მოწმე, მას აქვს ფაქტობრივად ცრუ ჩვენება მიცემული პროკურატურისთვის, თუმცა მას აუცილებლად მოუწევს სასამართლოში მისვლა და იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელსაც დაუსვავს გიორგი გახარიას წარმომადგენელი და ასევე დღეს უკვე ხო ჩვენ ვახსენეთ, რომ იყო ბატონი ირაკლი ანთაძის ჩვენებაც დევს საქმეში, რომელიც ფაქტობრივად თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ 2019 წელს ჩორჩანას ტყეში ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელმა მონადირე დაიჭირეს, რომელსაც აუკრძალეს იმ ტერიტორიაზე ყოფნა და ასევე შემდეგ უკვე ის ამბობს, რომ პოლიციის მაღალ ჩინოსნებთან ერთად თავად იყო გასული ამ ტერიტორიაზე და სადაც ნახა მარკირების, ვთქვათ, მარკირებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და თავადვე ადასტურებს საკუთარ ჩვენებაში, რომ ბორდერიზაციის პროცესი დაწყებული იყო, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ სწორედ იქ საგუშაგოს არსებობა და საგუშაგოს ჩადგმის აუცილებლობა გააჩინა სწორედ იმას, რომ ოკუპირებულ რეჟიმს დაწყებული ჰქონდა ბორდერიზაცია, რაც პრინციპში იყო ანატოლი ბიბილოვის, ვთქვათ, წინა საარჩევნო დაპირება, რომ ამ ტერიტორიას, ჩორჩანას ტერიტორიას ის დაუბრუნებდა ცხინვალის, ვთქვათ, იურისდიქციაში. მას შემდეგ, რაც დაიწყო ეგრეთ წოდებული კომისიის გამოძიება, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ოკუპირებულ რეჟიმს კიდევ ერთხელ გაუჩნდა იმის ამბიცია, რომ ეს ტერიტორია დაბრუნდეს მათ იურისდიქციაში და ისინი ითხოვენ ახლა უკვე სახელმწიფოსგან ამ საგუშაგოს აღებას. რაც ცხადყოფს კიდევ ერთხელ, რომ 2019 წელს გიორგი გახარიამ ამ საგუშაგოს ჩადგმით დაიცვა საქართველოს მიწა, დღეს კი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო წირავს ამ ქვეყნის ინტერესს, რასაც ქვია ტერიტორიები, ქართული მიწა.